მოგესალმებით, როგორ ხართ? პირველი ვიდეო არის ჩემი თქვენთვის ჩაწერილი 2025 წელს და პირველ რიგში მინდა გისურვოთ სიკეთე, ხვავი, ბარაკა, კეთილდღეობა, სიმშვიდე, რაც ძალიან გჭირდება, ბედნიერება, ისე როგორც თქვენ გესმით და ყოფილიყავით ზუსტად იქ, ზუსტად იმ დროს, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც თქვენ სულს და გულს ყველაზე მეტად სურს ყოფნა. მას შესადამით, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი საჯარო გაშლა არის შემდეგი თემით. არის თუ არა ნეგატივი ჩემზე? ვარიანტი გვექნება 3. და ჩვენ ახლა გავარკვევთ, არის თუ არა ნეგატივი თქვენზე. და თუ არის, რა ტიპის ნეგატივს ვეხებით. მას შესადამე ვარიანტი პირველი არის თუ არა ნეგატივი თქვენზე, ვარიანტი 2 არის თუ არა ნეგატივი თქვენზე და ვარიანტი 3 არის თუ არა ნეგატივი თქვენზე. ახლა ამ მომენტში, ამ წუთას, ამ წამს, როდესაც ეს საჯარო გაშლა გახსენით, არ აქვს მნიშვნელობა რა დღეა, რომელი დღეა, რომელი თვეა, ანუ ნებისმიერი საჯარო გაშლა მაშინ არის ინფორმაციულად აქტიური, როდესაც მას უსმენენ და იღებენ ინფორმაციას. მას შესადამე პირველი ვარიანტი ეს იქნება მწვანე ავანტიურინი, მეორე ვარიანტი ეს იქნება მთის ბროლი და მესამე ვარიანტი გვექნება წითელი იასპი. არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა? კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით სამივე ვარიანტი და რომელი ვარიანტიც, რომელი მინერალიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, ზუსტად იქ შეგიძლიათ თითითაც ანიშნოთ იმ ვარიანტზე, რომელმა ვარიანტმაც ყველაზე მეტად დაგიძახათ. არის თუ არა თქვენზე ახლა ნეგატივი და მე ვიწყებ პირველი ვარიანტით. მას შესადამე დავიწყეთ მწვანე ავანტიურინი, ვინც არჩია, არის თუ არა თქვენზე ნეგატივი ახლა პირველი ვარიანტი. თქვენზე ამ მომენტში ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო ნეგატივი არ არის. ნეგატივი არ არის და იცით როგორი რაღაც არის, თითქოს არსებობს რაღაცა გარკვეული მექანიზმი, გაქვთ ისეთი საინტერესო, რომელიც თითქოს აქვავებს და თითქოს აჩერებს ნეგატივს, რომელიც თქვენსკენ მოემართება. ეს შეიძლება იყოს ამულეტი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სიგილი, ფორმულა, ეს შეიძლება იყოს რაღაცა, რასაც ვთქვათ, რაღაცა ესეთი ფორმა აქვს, აი კოლბა შეიძლება იყოს, ხო, ანუ თქვენ ატარებთ რაღაცას, დამხმარეს, ქვას შესაძლებელია, ხო, ეს არის რაღაცა, რაც თქვენს ყელზე არის ჩამოკიდებული, ხო? ან რაღაცა, რაც თან დაგაქვთ, ანუ თქვენ გაქვთ რაღაც, რაც არ აძლევს საშუალებას და ეს არის შეძენილი დაცვა, შემიძლია ასე გითხრათ, რომელიც არ აძლევს საშუალებას თქვენზე ნეგატიურ ზემოქმედებას. და კიდევ ერთი არკანით მინდა ვნახო, რა არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა. არკანის შეყვარებულები. თასების რაინდი. ერთადერთი ჩემო ძვირფასო, რაც შემიძლია გითხრა პირველო ვარიანტო თქვენს შემთხვევაში, ერთადერთი რაშიც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს თქვენზე, წაგართვათ ენერგია, წაგართვათ ძალა, წაგართვათ სასიცოცხლო ენერგია და პოტენციალი, ეს არის მიჯაჭვული ურთიერთობები. ნახეთ, თუ კი საკუთარ თავს დაკარგავთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუ კი დაკარგავთ თავს, თუ კი
გადაეშვებით არაჯანსაღად. ნახეთ, რას ნიშნავს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა, არაჯანსაღი ურთიერთობები, ხო, როდესაც საკუთარი თავი ავიწყდება ადამიანს, ანუ საკუთარი თავის სიყვარული, პატივისცემა და საკუთარი თავი მას გადაყავს მეორე, მეხუთე, მეათე ადგილზე და მისი თავი მას არ ეკუთვნის, ხო? მისი თავი მას არ ეკუთვნის და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ეს არ არის პირდაპირ სასიყვარულო მაგია, ან ეს არ არის ნეგატივი თქვენზე, ეს არის ენერგია, რომელიც ნებისმიერი განმავლობები მიჯაჭვულობა ადამიანზე არაჯანსაღი, ეს შეიძლება ნებისმიერ მაგიურ ზეგავლენაზე უარესი იყოს, იმიტომ რომ თქვენ თქვენს თავს არ ეკუთვნით, ხო? მით უმეტეს თუ კი თქვენს პარტნიორში არსებობს ესეთი ფენომენი, როგორც არის ენერგოვამპირი, ენერგოვამპირიზმი, манипуляторы, ხო, манипуляция. აი ეს ემოციური საქანელები, ცივია ცხელიას თამაში, ხო, რაც ძალიან ბევრ ემოციას და პოტენციალს ართმევს ადამიანს, ასე რომ ერთადერთი ნეგატივი არ დაკარგოთ თავი. აი ეს არის პირველი ვარიანტი, რაც თქვენთვის მინდოდა მეთქვა, დაგემშვიდობებით და გადავედით მეორე ვარიანტზე. არის თუ არა ნეგატივი თქვენზე? არის თუ არა ნეგატივი თქვენზე? მეორე ვარიანტი, ამ მომენტში, როდესაც ამ საჯარო გაშლას უყურებთ, არის თუ არა ნეგატივი თქვენზე? ექვსიანების პენტაკლები. აი აქ კი შემიძლია გითხრათ, რომ ყავთ კონკრეტული წარმომადგენელი, დამხმარე, არ ვიცი, ფამილიარი შეიძლება დავარქვათ ამას, ძალა ენერგია, რომელიც არც თუ ისე თეთრი და ფუმფულა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც პირდაპირ როგორც ფარი ისე დგას თქვენსა და თქვენს არაკეთილის მსურველებს შორის და ექვსიანების პენტაკლები ასევე ნიშნავს იმას, რომ აი ესეთი ფრთები აქვს გადაფარებული თქვენზე, არ არსებობს ეს არ იგრძნოს მეორე ვარიანტი, მაგრამ რაღაცას ფრთები აქვს გადაფარებული თქვენზე და არა მხოლოდ ფრთები აქვს გადაფარებული, ის ძალიან სამართლიანია და ბუმერანგს უბრუნებს ყველას იმას, რასაც ისინი იმსახურებენ და სადაც ისინი შეცდნენ თქვენთან მიმართებაში, თუმცა ეს არის ასევე ის ძალა, რომელიც არც თქვენ არ გაპატიებთ უსამართლო მოქცევას სხვა ადამიანების მიმართ. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კოლეგები მიყურებთ, კარგად იცით, რას ნიშნავს მაგიური კოდექსი, რას ნიშნავს ის, რომ არ შეიძლება ესეთი ქმედებების და ვთქვათ, ისეთი მაგიური манипуляციების შესრულება, რომელიც უსამართლოა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ამ შემთხვევაში ამ ყველაფერმა თქვენზევე ნეგატიურად იმოქმედოს, ამიტომ პირდაპირ გეტყვით აქ, რომ რაღაცა ძალიან საინტერესო პრინციპში აგიხსნათ არსება, რომელსაც მე ახლა აქ ვგრძნობ და ვხედავ, არ მიმაჩნია სწორედ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არ არის მსგავსი ინფორმაციის აღქმისთვის. მსად უბრალოდ გეტყვით, რომ არც თუ ისე თეთრი და ფუმფულა არსება არის თქვენი მფარველი ძალა და ენერგია, მაგრამ მოდით ერთი წუთით მე ახლა მაგრამ თქვენც ძალიან ყურადღებით გაკვირდებათ, რომ რამე არ შეგეშალოთ. და მე ხა კითხვა მაქვს ისევ, არის თუ არა ნეგატივი მეორე ვარიანტი ამჟამად? არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ამჟამად? არის კონკრეტული ნახეთ, ეს იმდენად ნეგატივი არ არის, რამდენადაც არის თქვენს რეალობაში ახალგაზრდა მამაკაცი, ახალგაზრდა ბიჭი, რატომღაც ესე მინდა ბიჭი დავუძახო, ხო? შეიძლება ეს იყოს შვილი, ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, ძმისშვილი, ბიძაშვილი. ნახეთ, ახლოს არის ეს ადამიანი თქვენთან, არ გამოვრიცხავ რაღაცა მონათესავე სული და მონათესავე უბრალოდ ის კონტენტ, ხო? სული არა უკაცრავად მონათესავები იყოთ ერთმანეთის, ხო? ეს არის ადამიანი ლარვის ქვეშ.
ეს არის ადამიანი პარაზიტის ქვეშ. ეს არის ადამიანი, რომელიც არ არის ჯანმრთელი, არ არის ჯანსაღი. ეს არის ადამიანი, რომელიც თითქოს ერთი დამოკიდებულებიდან მეორეში გადადის. თუმცა არ გამოურიცხავ, რომ შეიძლება პარტნიორიც იყოს, ხო? მაგრამ თითქოს უფრო მაინც მონათესავე სულს მაჩვენებს. ეს არის ადამიანი, რომელიც თვითონ მოსიარულე ლარვის ენერგიას ატარებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად განათავი უნდა დაიცვათ, ან რაღაცა განსაკუთრებული манипуляციები გჭირდებათ. თავი უნდა დაიცვათ, გულისხმობ არა მაგიურად, არამედ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად შორს დაიჭიროთ მისგან თავი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება რაღაცა ფული მას ესხე. ეს არის ადამიანი, მუდმივად რაღაცა პრობლემებზე ლაპარაკობს რა. ნახეთ, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მუდამ უკმაყოფილოა ცხოვრებით, არ გაუმართლა, ყველა დამნაშავეა. ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი პრობლემას მოუგვარებ, მეორე ამოვა, მეორეს მოუგვარებ, მესამე, ანუ დაუმთავრებელი პრობლემა ხდება ეს ადამიანი, იმიტომ რომ თვითონ არის პრობლემატური ადამიანი, თვითონ არ შეუძლია ჯანსაღი, ჯანმრთელი ენერგიების ქვეშ ყოფნა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი ნეგატივის ქვეშ, ეს არის ადამიანი ლარვის ქვეშ და ეს არის ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც კი გთრგუნავს ადამიანს, ხო, რაღაცნაირად ენერგიას გართმევს, ხასიათს გიფუჭებს. ეს არის ადამიანი, რომელიც თავს ცუდად გაგრძნობინებთ. განმეორდები შეიძლება ეს პარტნიორიც იყოს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი. ახალგაზრდა მამაკაცი. ნახეთ, კიდე რისი თქმა მინდა არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ხუთიანების ხულები. ანუ ეს ადამიანი შინაგანად იმდენად გაბრაზებულია და იმდენად არ არის ბედნიერი საკუთარი ცხოვრებით და აქ ამ დროს არავინ არ არის დამნაშავე მის გარდა, რომ ცდილობს, რომ ვიღაცისგან ელემენტარული რაღაცა აიღოს. ბევრი ლაპარაკი შეიძლება უყვარდეს, წუწუნი ხვდებით, ხო, ვამპირიზმის ენერგიები აბსოლუტურად, რომ ამით იცოცხლოს, ამით რაღაცნაირად გაიხანგრძლივოს თავისი ენერგეტიკული პოტენციალი, ხო, რომ რაღაცნაირად იყოს ენერგია, იმიტომ რომ ვამპირები ესენი ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ ენერგიას სტიქიებიდან, დედაბუნებიდან, ბუნებრივი საწყისებიდან. ესენი ვამპირები არიან ადამიანები, რომლებიც იღებენ ენერგიებს სხვა ადამიანებიდან, ხო? ეს პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც მოსიარულე ისინი არიან, ხო? ნახევრად ცოცხალი ადამიანები. იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ განმეორდები კომუნიკაცია გარემო სამყაროსთან. ხო, არსებობენ სასარგებლო ვამპირებიც, რომლებიც ენერგია შეიძლება წაგართვან, მაგრამ რაღაცა საინტერესო ინფორმაცია მაინც გაიგოთ მათგან და საინტერესო შემეცნებით იყოს მათთან ურთიერთობა, მაგრამ არიან ვამპირები, რომლებიც მხოლოდ გართმევენ და ძალიან რთულია, როდესაც ეს ან ოჯახის წევრია, ან საყვარელია, ადამიანი მეუღლე და ასე შემდეგ ნათესავია, ხო? იმიტომ რომ ცოტა აქ უკვე რთულია შედარებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერი არის, მაგრამ რთულია რაღაცა საზღვრების დაწესება, უფრო მეტად მკაცრად, ხო, უჭერთ ადამიანებს. ამიტომ ნეგატივი არის თუ არა თქვენზე, არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გამუდმებით გითხრევდეთ რაღაცა პრობლემებში რა. ამიტომ რა უნდა ქნათ ამ ლარვასთან დაკავშირებით. ეს არის ლარვა ადამიანის ფორმით. რა უნდა ქნათ? თქვენ არაფერი არ უნდა ქნათ, იცით, იმიტომ რომ პირველ რიგში ამ ადამიანს ეს ადამიანი თუ გონზე არ მოეგება, მაინც კარგ სურათს ვერ ვხედავ პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ განა თქვენ ან თქვენ რაიმე ბრალეულობა მიგიწვით, არა, თვითონ მიდის ცუდი ფინალისკენ, პირდაპირ გეტყვით, თვითონ მიდის არასასიამოვნო, ხა ვცდილობ ძალიან შევარჩიო სიტყვები ფინალისკენ. თქვენ არაფერი არ უნდა ქნათ, იცით, საბოლოო ჯამში თუ ეს ადამიანი ზედმეტად
უსამართლოდ მოგექცევათ ან ზედმეტად შეეცდება თქვენი ენერგიებთან თამაშს და მე თავიდანვე გითხარით, რომ აქ თქვენ გყავთ დამხმარე, რომელიც ძალიან სამართლიანია თქო, დამიჯერეთ, რომ კარგი ამბავი შეიძლება ნამდვილად არ მოიწიოს. კარგი ამბავი არ მოიწიოს, ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო თვითონაც არ აკლებს საკუთარ თავს, მაგრამ ისევე მოდი ასე ვიტყოდი რა, მისივე გადარჩენისთვის ალბათ გირჩევნიათ, რომ საერთოდ დისტანცია დაიჭიროთ, იმიტომ რომ ის თქვენი დამხმარე, ვისაც მე თქვენ გითხარით, უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს ამას არამც თუ აპატიებს, მაგრამ უბრალოდ ძალიან ცუდად უპასუხებს. ძალიან ცუდად უპასუხებს. ამიტომ ხო, ეს არის მეორე ვარიანტი. როგორ უნდა დაიცვათ ამ ყველაფრისგან თავი, გამიჩნდა სურვილი რომ ეკითხა. კიდევ ერთხელ, როგორ უნდა დაიცვათ თავი? თქვენ გიცავენ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ გიცავენ. აქ არ არის ერთი დამხმარე. აქ სხვადასხვა ფორმის ფამილიარებიც და დამხმარებიც არიან, რომლებსაც ესეთი ცხოველების ფორმა აქვს სხვათა შორის, უცნაური არსებები. კარგი, ჩორს წაგვიყვანს, მაგრამ მარტო არ ხართ. იცით რა არის, როგორ უნდა დააღწიოთ თავი თქვენს გასაკეთებელს, თქვენს მაგივრად გააკეთებენ. თქვენს მაგივრად ისე დაანაწილებენ ყველაფერს, როგორც საჭიროა და როგორც გითხარით იმ ადამიანს ეცადეთ, რომ მაქსიმალურად ხო არ მოუშვათ, იმიტომ რომ განმეორდები საბოლოო ჯამში შეიძლება ძალიან ცუდად გასცეს პასუხი იმ თქვენმა დამხმარემ ერთ-ერთმა, განსაკუთრებით რომელიც ძალიან ვერ იტანს, ოდესაც უსამართლობას აქვს ადგილი და მით უმეტეს თუ თქვენ გაბრაზდებით და მით უმეტეს თუ ეტყვით, რომ აი ბუმერანგად დაგიბრუნდეს, თქვენ ჩათვალეთ, რომ ერთ-ერთში აუსრულებთ ყველაფერს. მას შესაძლოა მესამე ვარიანტი. ნახოთ არის თუ არა თქვენზე ნეგატივი, მესამე ვარიანტი. არის თუ არა თქვენზე ნეგატივი. ნეგატივი არა, მაგრამ არის ადამიანი, რომლისთვისაც საინტერესო ხართ და ეს ადამიანი თქვენ გიყურებთ, ეს ადამიანი თქვენ გაკვირდებათ და რა უნდა ამ ადამიანს? რა უნდა ამ ადამიანს? ძალიან უნდა ამ ადამიანს, რომ ან თქვენს ნახეთ, თვითონ ეს ადამიანი შინაგანად არის ძალიან ცარიელი. შინაგანად ეს ადამიანი არ არის ბედნიერი, ეს არის ადამიანი, რომელიც თითქოს რაღაცნაირად ფლობს გარკვეულ, თქვათ, მაგიურ ცოდნას, მაგრამ გაკვირდებათ, ფლობს მაგიურ ცოდნას და თითქოს რაღაცნაირად გართმევთ. რას გართმევთ? გართმევთ ენერგიას, რათა აავსოს თავისი ცარიელი ჭურჭელი, თავის ცარიელი თასები. ეს ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენ არიყავით სამართლიანი, ან თქვენ გაქვთ ის, რაც მას ეკუთვნის, ან ერთ დროს მანის მოგცათ თქვენ და ახლა რაღაცნაირად ცდილობს, ნახავ ხა რამდენად გამოსდის ეს ყოფილი, რომ უკან დაიბრუნოს. ანუ ეს ადამიანი თulis, რომ რაც ერთ დროს მოგცათ, ის უნდა დაიბრუნოს უკან. კარგით, რამდენად გამოსდის ეს ყველაფერი? მესამე ვარიანტი. მე ასე ვიტყოდი, რომ გამოსდის, თან ძალიან კარგად.
და გეტყვით რა, არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი, ან რა კავშირი გაქვთ მასთან, მაგრამ პირველ რიგში თავის თასებსაც ავსებს, რომელსაც ფიქრობს, რომ ეს მისი საკუთრება, ავსებს თავის თასებს. 3 ტუზე ამოვიდა და არკანი მზე ამოვიდა ერთად. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, ყველა თავის ცოდნას ჩართავს იმისთვის, რომ მიიღოს ყველაფერი, რაც მას უკან ეკუთვნის. ასე რომ მე ასე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი ხო მე ასე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი შესაძლებელია ნამდვილად საშიში იყოს თქვენთვის. მესამე ვარიანტი. საშიში იყოს თქვენთვის, იმიტომ რომ გაიხსენეთ, ეს შეიძლება იყოს ყოფილი კოლეგა, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელთანაც ერთ დროს ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ, ან ეს შეიძლება იყოს ადამიანი, ვინმეს ვალი ხომ არ გაქვთ, ან ვინმესი რამე ხომ არ გმართებთ, რამეს ხომ არ იტყუებით, აი სხვისი იდეა ხო არ მოიპარეთ, ან რაღაცა ისეთი სხვისი დაუნახავად, როგორც იტყვიან, ხომ არ მოიქეცით ვინმეს წინა შემთხვევაში, ეს ადამიანი თulis რომ თქვენ ვერ დაინახეთ მისი კარგი და დამიბრუნე უკან რაც მე მეკუთვნის. ეს ადამიანს თქვენი შესაძლებელია განადგურებაც უნდადეს, პირდაპირ გეტყვით. და მე გეტყვით, რომ ასეს გამოსდის. და როგორი სიგნალი რა არის თქვენი 4-იანების თასები, 5-იანების პენტაკლები და 8-იანების თასები. დააკვირდით საკუთარ სხეულს, სხეულის ცვლილებები, სხეულის ცვლილება, 10-იანების თასები. ხომ არ არის ერთგვარი შესიება, ან ხომ არ არის მოწამვლა, სითხე, მოწამვლა, შესიება, შეშუპება. რაღაცას თითქოს პირიდან იღებთ, გულისხმობ ორალური გზით ჩადის ქვემოთ და პრობლემა და არკანი ეშმაკი პრობლემა, მიჯაჭულობა სასმლისკენ ხომ არ იქაჩებით, როგორც იტყვიან, რაიმე მავნეჩვევებისკენ არ ჭამდით საჭმელს და უცებ დაიწყეთ მკვეთრად ჭამა, ხვდებით ხო რაღაცა ცვლილებები ორგანიზმის დონეზე. ორგანიზმის დონეზე მესამე ვარიანტი, ორგანიზმის დონეზე. ასე რომ აი ეს არის ჩემო ძვირფასებო 3-ვე ვარიანტი, დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. იმედია თქვენთვის შემეცნებითი იყო ეს საჯარო გაშლა და დაგეხმარათ ინფორმაციის მიღებაში. მე კი დაგემშვიდობებით, თქვენთან იყო არის და იქნება ნინო. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.